მოგესალმებით. სეტანტა სპორტსი და ვისოლი წარმოგიდგენთ გადაცემა ბოქსების სპეც გამოშვებას, სადაც გვეყოლება სტუმრად უკვე საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი სანდრო ლომაძე და რომელიც დაგველაპარაკება ნასკარის მოლოდინში, ანუ რაც მოლოდინში გვაქვს იმ ნასკარის ჩემპიონატზე. მოგესალმებით სანდრო. გამარჯობათ, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. გიხსნი ხარია თქვენთან ერთად მოსვლა ყოველთვის რაღაც საინტერესო გამოდის. კი. წინა გადაცემა ძალიან საინტერესო. მაყურებელმა ძალიან დადებითად შეაფასა მაშინ შენი პირველი სტუმრობა და მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი ყველაზე კარგი ეპიზოდი გამოდგა. საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ ისეთზე, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის ეგ ინფორმაცია. იმედია ეს გადაცემაც უკეთესი გამოგვიყვება. ხო, და დავიწყოთ იმით, რომ რაც লিომ თქვა, ძალიან მალე უკვე ევრონასკარი შემოაღებს კარს, სადაც სანდრო თავართქილაძე და დათა ქაჯაია იქნებიან მთავარი მოქმედი პირები და აი სანდრო შენთან გვაქვს პირველი კითხვა ასეთი, საიდან გაჩნდა საერთოდ საქართველოს მონაწილეობის იდეა ევრონასკარზე და აი როგორ მოხდნენ დათა და სანდრო იქ? ხო, ანუ საკმაოდ გრძელი ისტორია, პრინციპში რაც არ დაწესებულა სპონტანურად. მოკლედ, ყავს ესეთი მეგობარი დაორინ სტერნი, ეს არის ხორვატიის პრეზიდენტი და ნუ ძალიან ბევრი რაღაც ხორვატიის საავტომობილო ფედერაციის და ძალიან ბევრი რაღაც გააკეთა იქ ხორვატიაში WRC შეიყვანა, ნასკარი შემოიყვანა, ფორმულა 1 შეყვანა უნდა და ნუ აი მე რაღაც პირად საუბრებში ხო იცი რა. ფორმულა 1-იც უნდათ ხორვატიაში. ხო, აშენებენ ავტოდრომს და ჩვენთანაც გათენდება და ხო და ნუ მოკლედ ეს თემა იყო რა ნუ აი რაღაცა გვაქვს რა ეხა ეს ამბიცია რომ WRC შემოვიყვანოთ რა საქართველოში რა ადრე თუ გვიან და ნუ აი ყოველთვის დეტალები და ერთშვენერ დღეს ეს რა ადგინდაო WRC აგერ ნასკარი გვაქვსო ვაფშე არ ველოდითო ეგეთი მაგარი რაღაც თუ იქნებოდაო და აი აქედან გაჩნდა რა ეს მომენტი რა აბა რა არის როგორ არის რანაირად და ნუ მოკლედ მოხდა ისე რომ ჯერომ გაპლინი არის ეს პიროვნება ვინც ამ ევრონასკარის სერიების ხელმძღვანელია პრეზიდენტი იქაური და მოკლედ ეგრევე მარტივად ქართულად ხო იცი მომე ტელეფონი გააფრთხილე და ურეკავ რაღაცა ბიუროკრატიას არ მეთქი ჯერო მოვდივართ ვინ ხარ ახარ მეთქი ესე მოვუყევი ცოტა ის გავაკეთებ იქაური პოზიციებით რო დამაჯერებელი ყოფილიყავი და ნუ დაკომპლექტებული არა სასწავლებლო შანსი არ არის ხა ჩაგისვავოთ ქართველი ხა ეს მოხვედი და მომეცინასკარი ეგრე არ ხდება ნუ მოკლედ ნახევარსაათიანი სატელეფონო საუბრის მერე გადაწყდა რომ ერთ კვირაში გელოდებით იტალიაშიო ტესტებზე თუ ბიჭები რაღაც გვანახებენო რაღაცას მოვიფიქრეთო და აი ესე უცბად სპორტ სამინისტროს ურეკავთ არიქა გვიშველეთ სანდროს და დათას ეძინათ ალბათ არც იცოდი რა ეს ყველაფერი და ნუ ესე სპონტანურად უცბად ჩავჯექით თვითონავში გავფრინდეთ მოვიგეთ და ადგილი მოვიპოვეთ ნასკარში ვაუ ეს მოკლედ მოგიყევით ხო და ესე მოხვდით კრემონაში იქაც რაც ბევრი კურიოზი გადაგხვდა იმიტომ რომ ისე მოხდა რომ კრემონაში Porsche GT3-ის TC არის და ფორმულა 4-ის ტესტები იყო რა. ახლომახლოს ასტუმრდა კარტინგის ჩემპიონატი რა, იქ სადაც ჩვენი ასევე ქართველი მათი კობახიძე გამოდის და ანუ ფიზიკურად ვერ გავჩერდით და მოგვიწია მილანში გაჩერება რა და მილანიდან არის 170 კილომეტრი რა. და რო წავედით ამ კრემონაში ამ რაღაცა 9 საათზე დილას ტესტები, ნუ 6 საათზე ავდექით, დავირაზმით, გავედით და ავტობანზე იყო, რა ვიცი. მგონი რაც იტალიაში ავარია მოხდა რომ აი ყველაფერი მაგ დღეს მოხდა და აი მალდონადამ ჩაიარა თუ რა ხდება პირველი სერიას ვერ მიუსწარით კიდე კაი ნისლი იყო ეს ნისლი რო იყო ეს პირველი სერია გადაწიეს ნუ მოკლედ ძალიან თავგადასავლეთ მაგრამ ბიჭები დაждდნენ შვენიერი შედეგები 0-0-14 იყო 0-0 ერთმანეთს შორის განსხვავება და უახლოესთან რაღაც ბევრი ეს ძალიან კაი შედეგი არის და რა ვიმედოვნებ აი პატარა იღბალი და ტექნიკურად რაღაცა თუ არ დაგვემართა აუცილებლად რაღაცა წამოვიღოთ მაკედან რა სანდრო აი ცოტა რომ მოგვიყვე რა ხდება ფორმატის ვარიანტში აი ფორმატი არის ძალიან საინტერესო რა და რაღაცა წინა გადაცემაში დაგასპოილერეთ ვეაძეს და აქაც რაღაცებს დაგასპოილერეთ რა ეხლა აბა ეგეც გვაინტერესებს ფორმატი 7 რბოლო არის თელევრობის კონტენტზე გადაჭიმული ერთი არის ოვალი დანარჩენები შეულებრივი წრიული რბოლის ფორმატი და ნუ თავარი პრიზი ასევე არის ის რომ ამერიკის ნასკარში შესაძლებელია გადაბარგება იმ ლეგენდარულ ოვალზე ინდიანაპოლის სპიდვეიზე არის თუ არ ვცდები მე ეს აწლის შემაჯამებელი ასე რა ვიცი საინტერესო უნდა გამოვიდეს ეს რა და ყველა საინტერესო ის არის რომ ეხლა მე პირადად არ მქონია რა თუ არ ჩავთვლით რაღაც გრილსებს და რაღაც ნასკარის ყურება და რაღაც და რო უყურებ ამ ნასკარს რა წარმოგიდგენ რეალურად მანქანა არ არის მძიმე რაღაც ტონა 150 რა
ხო, აი რაღაცა როგორ შეიძლება იცი, აი რაღაც ვედრო რომ მოდის იმაში, მოსახოში შემოგდებულია და ანუ დიდია, ვერვა, რაც 600 ცხენამდე და ხმა, რაც თავარია. ყველაფერი მექანიკურია, ხო, როგორც ვიცი? აბსოლუტურად ყველაფერი, არაფერი სპიდომეტრი და არა, სპიდომეტრიც ისეთი, ხო იცი? სპიდომეტრიც წნევით როდის რა. საკმაოდ საინტერესო მანქანა, რეალურად კარკასია წყობილი და ეს ბოდიკითია ჩამოცმული რა, ეგ რაღაცა კამაროზი, ჩვენ კამაროთი ვიქნებით, ფორდის და ჟევროლეტის. ანუ სამი, მაგრამ მხოლოდ ის ზედანაწილი, ხო? ბოდიკითია და რეალურად აეროდინამიკაც არ განსხვავდება. ანუ რამის შვება ეგ ბოდიკითი განსხვავებას გაძლევს რამეს აი მაგალითად. არა ვიზუალია, მარკეტინგია. მარკეტინგია. ანუ რეალურად რაც განსხვავდება, უბრალოდ ეს ემბლემა არის სხვადასხვა რა, წინათული რა. გასაგებია. თორე ძრავერთნერია, გადაცემა ხო, გადაცემა კოლოფზე გვაქვს წელს დაუშვეს 5 სიჩქარიანი გადაცემა და კოლოფი. და იყო 4-იანი? იყო 4-იანი რა. ხო, ნუ მანუ ჯანიანი მანქანა. ვოლგა. ხო, ნუ ჯან. არა, ის ნასკარიც ხო 4-იანია იქ ამერიკაში. ანუ აბსოლუტურად იგივე არის. ისე გავს ვოლგას ვიზუალიტაც და 21. 21. ხო, მე მგონი 21 საბა რა, წეგალო, რა ვედრო შემოგდებული, აი მართლა უყურებ, აი 21 რო შემოდიოდეს, რაც მოსახვეში 190. ხვდები, ანუ როგორი ის იქნება. არა, საინტერესო, საყურებლად ძალიან მაგარია რა. საყურებლად კარგია. თან საინტერესო მაგ მხრივ არის ზუსტად რომ ყველა სპორტში, ავტოსპორტის სახეობაში ხო რაღაც ვიღაცა უფრო ძლიერ ზეზის, რაღაც ძრავი აქვს უკეთეს და ყველაფერი რო ერთნაირია, ანუ უფრო დიდი საზომია პილოტის. თან რა არის საინტერესო საბურავები რა. განანი ხუსიერებს 15-იანებს წარმოიდგინე ახლა მანქანა 15-იანებს და ბორტი არის, არ ვიცი, მუხლონდე ბორტი აქვს რა. და ყოველ მოსახვევში, ანუ ეს ამ გესაბურავ, ხო იცი რა წვება რა. და თან წრილდება ალბათ. ხო და ანუ ყველა მოსახვევი სხვადასხვანაირია რა, მის არ არის რა რაღაცა. თან უბანიოდ რო გაიარო და რაღაცა, ანუ ყველა მოსახვევში ახალი გამოცდილება აქვს რა. ისე აი მოლოდინი როგორია ჩვენ ვილაპარაკეთ იმაზე, რომ ტესტებზე ძალიან კარგი იყო ორივე, ხო, როგორც თოლები ვართ ვიგებთ. ხო, ანუ ჩვენ ხო ხო, მოდი აი რეალურად. არა, ხო და რეალურად მიზანი ჩემპიონობა და საპრიზო სამეული, აი რომელი უფრო რეალურია რა. არა, ნუ ჩემპიონობა ძალიან გვინდა. და ანუ გვაქვს შანსი. ორივე კლასში კი თავისთავად შანსიც უდიდესი. ორივე კლასში ჩემპიონები რო გავხდეთ, რავი ანუ ჩვენ იქიდან დასკარი აქვს. ჩვენ იქიდან გამოგვასვენებენ, ეგ მე ვიცი ზუსტად და ხო, არა, ნუ რა არის, იცი? რავი, როგორ გიქ ავტოსპორტია, ხო, ეხლა ეს დათას გამოცდილება რაც არის TCR შეგროვებული, რავი, ძალიან ცოტას აქვს ოფლეში, მაგრამ და ის დაემატა, რა ქვია, ივან მიულერი დაემატა, ეხლა ნასკარს. ვერ გაწვა თავის ოფლეში ჩემპიონობით და კიდე ერთხელ დაემატა. ანუ საკმაოდ იწევს რა ეს ისა რა, სანდროც ძალიან სიფსხლეა, ყველა მოიცი სანდრო, რაღაცა ის მიზანს მისცემ და მიდის ძალიან მეტრონომივით. და საკმაოდ სწრაფი ხო. დათა გამოცდილია will to will ბრძოლაში. ხო, თან ეს კლასებიც ხო ესეა რა, ოფენი და ეს რა ქვია, პრო რა, ეს აი ეგ რა განსხვავებაა. 28 წლამდე და 28 წლიზებით. ეგ არის და ეგ რა რეალურად არაფერი რა, ანუ აქ უფრო რაღაც გამოსთან როგორ იცით დათას აქვს როგორ თქვა სპეციალური ლიცენზია, რომელიც უდავს არა, ოქროსი მარტო ფორმულა 1-ში არის რა და არის დათას აქვს ბრონზი, რომელიც უდავს ანუ დაბალ კლასებში გამოსვლის უფლებას. ანუ დაბალ κλასში არ უნდა ნუ ვერ გამოყვე. იმიტომ რომ უკვე ეს პრიორიტეტია. იმდენად ძლიერია, რომ არ დაიჩამროს რა. ანუ open seria დათასთვის იქნება დაბალ კლასი. აი, რაც შეეხება გეგმებს რა. რეალური. ხო, არა, რეალური რა, ანუ უნდა მოვიგოთ. გვაქვს ყველაფრის ამის, ანუ ამბიცია, გუნდის ამბიცია, მაგრამ ნუ ავტოსპორტია და ტექნიკაზე რა ვიცი, შეიძლება რაღაც უნიშნულო რაღაცა პრედახრენს მომთელი რბოლა დაგიზიანოს რა. ის გვაქვს დამატებით ახლა ორი ტესტი ავიღეთ კიდე. ვალენსიაში ბიჭები მეფრინავენ 9-ში, 10-ში იქნება ტესტები და 11-ში უკვე ოფიციალური ვარჯიშები, 12-ში რბოლა კვალიფიკაცია და 13-ში ზრბოლა. ანუ ეს ტესტებიც იქ ტორმოზე ექნებათ, ხო? ხო, ანუ დავამატეთ რომ მაინც მანქანა იგრძნონ, ნახონ ახალი გუნდი მოირგონ რაღაცა, ხო ხტები რაც მეტი ადაპტაცია ტრასასთან, ადაპტაცია გუნდში ნასკარ. სხვა შორის გუნდში მექანიკოსები და სადაურები არიან. გერმანული გუნდია, რაც ძალიან კაია, იმიტომ რომ ეს რაღაც გერმანული თაროზე დავაგები, ხო, არა იტალიელი. საბურავს არ დაუყენებენ იმედია და ხო, არა, საბურავებია კაი ის არის, რომ კვალიფიკაციას რითიც დადიხარ, ანუ კვალიფიკაციაზე იყენებენ მხოლოდ ახალ საბურავს და იგივე საბურავით აგზელებ მე რბოლას რა. აი ეგ მაინტერესებს. პიტ სტოპი არის? არა,
ანუ ბოლო არის 20 ჩვეულებრივი წახვედი იწყებ ამთავრებ როგორც NASCAR-ში არის ანუ ამერიკაში ხო არა ნუ პიტლაინ ხე თუ გაგისკდა ხო საბოლოო არა იქ ხო გეგმიური ტოპიც არის გეგმიური არის აი ამერიკულ NASCAR-ში არ არის გეგმიური ამერიკულში არის ხო მაგას ვიტყვი ამერიკულში გეგმიური როგორც არის ევროპულში ეგრე არის ხო ანუ აი მაინტერესებს წინა დღეს ჩვეულებრივ კვალიფიკაცია აბსოლუტურად ანუ რეის ვიკენდია როგორც ყველგან ჩვეულებრივ უბრალოდ ერთ-ერთი ის დაგვემატა რომ გქონდა იმის საშუალება რომ ხუთშაბათს ქონოდა დამატებითი კერძო ტესტები რა ესე ვთქვი შემოგთავაზე გუნდმა ნუ ეგრევე ჩავუჭეთ რომ კი გვინდა იმიტომ რომ ნუ მაინც ახალია რა ეხა ბიჭებისთვის რაც არ უნდა იყოს ხო NASCAR-ი გუნდი ახალი მანქანა ახალი GT კლასიკი და სხვა არის და შენ რომ მიხარ პირველად NASCAR-იო ჯერ იმას მიქნა რა ვერ მივხვდი რა ხო თან კაი რა იცი რატო იმაშვები რა აი ხა ხო ნოემბერში დათოყოვდა იმაზე რომ მოტორსპორტზე ამ Ferrari-ით და ყველა ნახა როგორი არა და ეს ტრეკი დაღეჭილი აქვს და ზეპირად იცის რა სად გადავარდეს და საიდან დაბრუნდეს ეგეც იცის ნუ სარბოლო ინჟინერი ეყოლება დათას კი თავისთავად ყველაფერი როგორც არის სარბოლო ინჟინერიც გერმანელი იქნება კი იქაური ეხა ამ ეტაპზე ოთო და მეულდი მიყვებია შემდეგზე ალბათ მე შეუერთდები და ესე რაღაცა თან დავახმარებით რა იმიტომ რომ სანდროსაც იგივე ხო გერმანელები ერთი და იგივე გუნდი ერთი და იგივე მანქანა უბრალოდ სხვადასხვა დროს სანდრას აქვს რა ბოლო 11 საათი და 10 საათს 4 საათზე ანუ ერთი და იგივე მანქანაზე ჯდება ხო მანქანა identური 28 ნომრიანი შევროლე კი რეალურად ეს მანქანა თვითონ ეს კლასებიც რა განსხვავდება მხოლოდ პილოტით რა ანუ იქ ასაკობრივიც ეს თორე აბსოლუტურად identური იგივე მანქანაზეა რა ანუ რაღაც legend კლასიც არის ხო მანდ უფროსებისთვის არა ეგ არის პრო რა ანუ აიმი და პრო რა ამ შემთხვევაში რა და ბოლოს დაგასპოილერებ კაი ხო ესე იგი აბა უკვე ვილაპარაკეთ NASCAR-თან და წელს გვინდოდა აგვისტოში ეტაპის შემოტანა საქართველოში NASCAR-ის ოხო უბრალოდ გამდინარე იქიდან რომ რეზონანსი ძალიან დიდი აქვს რა ეხლა NASCAR-ს რა ეხლა რა ვიცი ფორმულა 1-ის მერე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ცნობადი ის არის რა თან ამერიკელებს ეს ამერიკაში ბოდიში გაწყვეტინებ ოსტინის გრან-პრი რო ტარდებოდა პირველად NASCAR-ის ფინალი დაემთხვა და იმდენი მაყურებელი არ ჩავიდათ ეხაში იმის გამო რომ ამერიკელებს უბრალოდ უნდათ იმის ყურება უფრო იმდენად უყვართ და იმდენად პოპულარულია ზოგადად ხო არა და ეხა რო უყურებ კიდევაც რა ეხა შევისწავლეთ რა მთელი ამათი მარკეტინგული აქტივობები და რეალურად ხა წრიული რბოლა არ არის სანახაობრივი რა ევროპაში ეს თუ რაღაც ალაგალ ნაცაობა თუ ზის ტრიბუნაზე და იუსება რა ვა იმიტომ რომ ეს ახალი კულტურა ახალი ხილია შემოდის ახალი ხილია სანახთან როა ხმა რაღაც ყველაფერი მოქმედებს რა ნუ მოკლედ მოვილაპარაკეთ იმაზე რომ NASCAR-ი საქართველოს შემოვიყვანოთ პატარა აქ ვერ დავხვდით იმიტომ რომ რუსთავის ავტოდრომი ფიზიკურად ანუ ეხა ჩვენი გათვლებით სადღაც ნუ მინიმუმ ალბათ 1.50-60 კაცი მაინც იქნებოდა მსურველი ვინც დაესწრებოდა რატო არა 7000 კაცი და რუსთავის ავტოდრომი აი განსხვავდება ხო და ალტერნატივა ალტერნატივა აი რაღაცა აქაც დაგასპოილერებს არ ვიცი ეს გადაცემა ამ ხეში გავა მაგრამ ერთ კვირაში გვაქვს შეხვედრა ბახრეინში ტილკესთან ესთან უკვე კარგია უკვე კარგად დღეს უკვე კარგი გზით მიდივარ ხო ანუ ეს აწინასწარ მოლაპარაკები უკვე არის ახლა რაც ფორმალური შეხვედრა გვექნება რაღაც დეტალები გავიაროთ და ქუთაისის ავტოდრომის ანუ ქუთაისის ავტოდრომს რომელიც დაანონსებული იყო შარშან ყველა მიწის და უკვე რა ძალიან აქტიურ ფაზაში ვართ ამ რამოდენიმე მიწის ნაკვეთი არის გამოყოფილი რაც უყურებს და ვარჩევთ და ახლა რეალურად უნდა ჩაუტოვან და უთხრათ აგერ და რომელი ჯობია ამოირჩიე რა ტილკეზეც უთხრათ მაყურებელს ტილკე არის ადამიანი რომელმაც ფორმულა 1 თავარი არქიტექტორი 80% ტრასების დღეს რამე თუ არის შექმნილი ახალი ტილკე დრობებს რო ეძახიან აი სწორედ ჰერმან ტილკეს კომპანიამ შექმნა ასე ვთქვათ არქიტექტურული რომელსაც თავიშვილის აგრძელებს კი კარსენი აგრძელებს ახლა რეალურად ტილკე უბრალოდ დადის და ტკბება თავისი ფიცი თავიშვილს ამოტრარაბია შვილს და ბოლოს სადროს და დათას გამოსვლა ევრონასკარზე და მოვლენის გაშუქება ასეთად და სპორტზე რამდენად კი არა ძალიან კაი იყო იმიტომ რომ რაღაც აი ეს სპონტანურად უცბად რომ შევთავაზე ესეთანდაც მეთქი ხوارგინდაც თქო და აუ აბსოლუტურად ეგრევე დამეთახმენ რა ვიცი ძალიან ბედნიერება ჩვენთვისაც ბედნიერება მე და პატასთვის იმიტომ რომ ქართველი ბოლელი გვეყოლება თან ორ სერიაში რა მომენტია იცი აი ყველა სპორტის სახეობის კომენტატორს აქვს ეგ ფუფუნება რომ ქართველის რაღაც გამოსვლა ახლა ბოლოს ეთქვა და მანდრაშვილი კი ოღონდ დროებში ვიცი მე მგონი შუა დღეს არის ეს ხო NASCAR
დილას და შუა დღეს. ბოლო თუ დაემთხვევა რაღაცას ვიზა. ხო, მამიკაი კიდე ის გვაქვს, ანუ დატვირთული ვიკენდი გვაქვს ეს 13-ის, იმიტომ რომ შალიკაშვილიც ხო ესპანეთში ხო. შალიკაშვილი მან და არის რამე შანსი? კი, როგორ არის სამწუხაროდ, აი ძალიან კატასტროფაში მოვყვებით იმითი რომ ტექნიკამ გვიმტყუნა, რა ვიცი, აქ შალიკას ხო, ანუ აქ გავსინჯეთ ეს მანქანა ყველაფერი კარგად მუშაობდა. შალიკას BMW-ზეა ლაპარაკი, ისე და მაგას რამე ხო და ნუ მოტორი დაისტუკა. ეს მოტორი დაისტუკა მოუწია რაღაც ხალმანქანის ყიდვა, ის მანქანა ვერ მოირგო, უცბად მე რაღაცა მოტორი აიწყო, რომელიც ასევე გაიტესტა და მუშაობდა, ჩავიყვანეთ ეს ყველაფერი ესპანეთში. პირველ ორჯერზე გამოვიდა თუ არა, ზუსტად 100 მეტრში ის მოტორის დაისტუკა და მოგვიწია ამ ეტაპის გამოტოვება. არა და ხელი სეზონი რა კარგი იყო ეგ მანქანა, არაფერი. ხო და ეხლა ის კაი მოტორი რაც იყო, რაც პირველი დაისტუკა, ნუ აბსოლუტურად თავიდან აიწყო ყველაფერი ნოლიდან, ბოლო ერთი კვირა რაღაც ძალიან შავდღეში იყო, იმენა სულ. ან DNF-ი გვაქვს პირველ ეტაპზე. პირველ ეტაპზე DNF-ი გვაქვს და ეხლა უკვე ძრავი გავაგზავნეთ 4 დღის წინ. და ნუ ახალ ძრავს ჩავდებს და 13-ში მადრიდის ეტაპი იქნება დრიფტის ესპანეთის სერიების და რა ვიცი მანდაც ვნახოთ. მოკლედ ბევრ პოდიუმს ველოდებით აპრილის თვეში. აპრილის თვეში კი მთელი წლის განმავლობაში. იქით ბავშვები ევროპაში რა ვიცი ძალიან მათე კობახიძე ესკაზე პოული აიღო, პირველი ადგილი აიღო და ლემანის ვიზა მოიპოვა კარტინგებში, რაც ძალიან დიდი ნაბიჯი არის რა. აქეთ კიკნაძე და წამალაშვილი უშვებთ იმას ფია აკადემი ტროფიზე. ანუ საკმაოდ ბევრი ის აქვს გერმანიაში რაღაც ნინავცეაური და დისან რომ გალობლიშვილი და ანუ კაი მოვისან ძალიან კარგი და ევროპაში. ძალიან კარგი თაობა გვყავს. აი მაგ თაობაზე მინდა დაკითხვა, აი ზოგადად სანდროს და დათას გამოსვლა ამ ევრონასკარზე რამდენად დიდი სტიმული იქნება აი ახალი თაობისთვის, რომლებიც აი სწორად გაიგებენ ავტოსპორტს, იმიტომ რომ როგორც სანდრო, ასევე დათა, ზოგადად ეს ბიჭები, ვინც უკვე ვეტერანებად ითვლებიან პრინციპში ქართული ავტოსპორტის, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი მაგალითია ხო ახალი თაობისთვის, თუნდაც აი დათას მაგალითი რო ავიღოთ, დათას რო შეხედავ, ნამდვილი სპორტსმენია, რომელიც არასოდეს არ გააკეთებს რაღაც სისულელეს ქუჩაში მანქანით და აი ამ ხრივ რამდენად დიდი სტიმული და ნუ როგორ არის რაღაცა ახალი თაობისთვის რო შევადაროთ ხო, ანუ ეს ბავშვები ხა ვინც მოდიან, იზრდებიან სპორტულებად რა, ჩვენ თაობა იგივე აი ზუსტად ვიყავ ჩვენ არ ვიყავით სპორტსმენები, ანუ ჩვენ მოცემულობა მოგვიყვანა სპორტსმენობამდე და არა იმ არა რაღაც მომენტში ჭყალებში ზამიკანია მოგვიდა და მივხვდით რომ არა აქ აღარ შეიძლება ვისკეთება და წავედით ავტოდრომზე და იქ დავიწყეთ ერთმანეთზე ის რა და ამ ბავშვების რა თქმა უნდა ნებისმიერი პოდიუმი, ნებისმიერი გამარჯვება, ნებისმიერი ის გოუთი რაც არის ხო იმის სრული იმის მნიშვნელობის გაგებით სამაგალითოა რა ამ ბავშვს და ყოველთვის ცდილობს რომ აიღოს რაღაც ისენი და რითიც ამათ პასუხისმგებლობა ეძებათ იმიტომ რომ ძნელი არა როცა იცი რომ შენ რაღაც ქმედებს ვიღაცა იმეორებს ყოველთვის ცდილობ რომ რაღაცა ცუდი არ გააკეთო ეს მაგალითი იმის და უკეთესი და უკეთესი რა და რავი იმედია ახლა აპრილის თვე ზუსტად ამ ბავშვებისთვის ეს სტიმული იქნება იმიტომ რომ რეალურად მომავალი მაინც ამ ბავშვების არის, ყოველთვის ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაღაც გაუუშავოთ რის საშუალებას ჩვენც არ გქონდა, ახლა წარმოვიდგინეთ ჩვენ რომ დავდიოდით რაღაც იმაზე, Google-იც არ არსებობდა, ხო, ესეთი რუქები გქონდა და ვიცოდით, რომ სადღაც მარტში ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი რაღაც ქალაქში და ის ვიღაცა ძალიან ვერც ურეკავდით, ხო, ვიღაცა რო გვეკითხა და რამდენჯერ ყოფილა ეს შემთხვევა რა, კურიოზული რომ ჩასულან რა ბიჭებში რა დამთავრებული არა უბრალოდ არ გამოვუშვეთ იმიტომ რომ რაღაც ელემენტარული არ უცოდეთ რომ კომბინეზონი უნდა ქონოდა ეს ელემენტარული ინფორმაციის არ ქონა არსებობდა რა იმ პერიოდში და დღეს კიდე ამ ბავშვებს რა ვიცი მაქსიმალურად უკაფავთ გზას რომ ჩვენი ლიცენზია აძლევს იმის საშუალებას რომ ნებისმიერ ჩემპიონატში მსოფლიოში მიიღოს მონაწილეობა ჩვენს რითიც შეგვიძლია მაქსიმალურად გვერდში უდგევართ და რა ვიცი ამ თაობას ვდით და იმედია ძალიან მალე ნაყოფსაც მივიღებთ თან მართლა აშკარად ნაყოფისკენ მივდივარ კი აი უბრალოდ ეგ არის უკვე გვინდა აი გუშინ გვინდოდა და ქართველები ვართ აუ ერთი დაგასპოილერებთ ერთიც დაგასპოილერებ V10-ზე რა ხდება და ფორმულაში რეგლამენტის კი მე მახსოვს ინტერნეტშიც გავრცელებული არის ჯერ კი ანუ შენ მახსოვს მაჩვენე ესეთ კულუარული შეხვედრები გვაქვს ხანდახან რა სადაც უბრალოდ ვჯელობთ არა იმ მოტოსპორტის არაფერი მიდის ამაზე სერიოზულად 12 ჩახო ბაჰრეინში შეხვედრა მაგ 11-ში მე მგონი მაგასთან დაკავშირებით რეალური არის ის რომ შეიძლება ფორმულა 1-ში დარჩეს კიდე 2 წელი ნუ რა ყველა ხო ხდება რომ რაღაცეების შესაძლებელია და ძალიან ბევრი რამე იცვლება რა იცვლება მათ შორის ურთიერთობა ფონთან იცვლება ლიბერტი მედიასთან
აი აუდიმ რა უნდა კონკორდიის ხელშეკრულება რო არსებობდა თავის დროზე ისეც იცვლება და ნუ მოკლედ ბევრი სურპრიზი იქნება რა. ის გუნდები ხო უკმაყოფილო იქნება, ვისაც ახლა ძრავი უნდა აეწყო აუდის. თანახმა არის Ferrari და Red Bull მარტო. ესე იგი იმას ნიშნავს რომ ვერაფერს ვერ გააკეთეს. ნახე, აქ ესე გარედან ჩანს ხო ეს თორე რეალურად ეს არის ჩემპიონატის ორგანიზატორი და ეს გავარდნი ბადი ხო ვინც არის რა. ანუ ამან თუ გადაწყვიტო რომ ესე იქნება. ესე იქნება. აბსოლუტურად არავის არ კითხავს, არც Red Bull-ს, არც Mercedes-ს, არც Ferrari. არ გინდა წათი. Ferrari-ის ხუთი გუნდიდან 4-ის თანხმობაა საჭირო იმისთვის რომ ეს მიიღონ. ხო, ნუ რა ყველას უნდა რა რატო არ უნდა რა. აი აუდის როგორ ენდომება ან Ford-ს მაგაზე გადასვლა. რა პრობლემა? ნუ სიტური ენერგიის გენერატორი შეიძლება უნდოდეთ, მაგრამ რის გამოც არ მოდიოდე რა. არა მარტო მაგის გამო არა. არ მოდიოდნენ, უბრალოდ არ უშვედნენ, თორე უბრალოდ ამდენი ფული აქვს უკვე დახარჯული, აი ეს მომენტ მილიარდამდეა დახარჯული მაგ პროექტში. მე აუდისთვის მილიარდი რამეა. ახარო. ეს ხა ჩვენაერ ქვეყანისთვის არის, თორე ხა ნებისმიერი კონვეიერული სერიული მოდელი რო გამოვიშვა, რამოდენიმე მილიარდი გჭირდება, რომ უბრალოდ რობოტი შექმნა, ხო? ეს თუ შევენ და ხა როცა ამბიცია გაქვს რომ ხო მაგრამ აი აუდი თითქოს რაღაც მოტყუებულის პოზიციაში რჩება ხო მოდიოდა იმიტომ რომ იცოდა რომ ეს ეკნებოდა და ეხა მოდის კიდე ზედმეტი თანხა უნდა დახარჯოს იმისთვის რომ ვიათი გააკეთოს ხო აი რაღაც ეს მომენტია ნახე აუდიზე ცოტა დობას ხო არ აი აუდიზე ინტერესს მოვიდა ესეთი ის ქონდა ცოტა კურიოზული მომენტი დაკარში შემოვიდა ეტრონით დაკარში შემოვიდა პირველ ეტაპზე გამოვიდა კარლოს საინცი დასვეს უფროსი მოიგო დირექტორი შეეცვალა აუდის განაცხადა რომ აღარ გამოდივართ ნადმეში დაკარში მიიღო ჯარიმა 800,000 ევროს ოდენობით აი საინსი აი 800,000 მართლა არაფერი არის მაქსიმალური ის არის ანუ რალიში მაქსიმალური ჯარიმა იყო 800 და ეს მეგობარია რა ეს დელეგატი ვინც ჩვენი კოლეგაა და მეთქი რა 800 რატომ მეთქი გავხედეო და რა ვიცი ხა აუდიაო რა მართალ ეცხოვრებაში ვეღარ დავჯდებიო მაგრამ მილიარდი დახარჯულია მთლიანად მაგ პროექტზე მარტო აუდის არ აქვს დახარჯული ეხა მაგრამ აუდისაც ხო სერიოზული წილი აქვს დახარჯული მან ისიც იყო კარლოს საინცი ესე შეხედეთ 16 ცილინდრიანს უშვებს ხო იმ ვეირონს და ეხა მეგონი არ ვიცი პრინციპში არ არის ისეთი რომ ვერ შეთანხმდნენ ხო ძალიან რეალურია რომ ვეათი მართლა 2029-დან იქნება თუ 28-დან იქნება მართლა იყოს ფორმულა 1-ში და ეკოლოგიურ საწვავზეა ხო ოღონდ ხო 100%-იანი იქნება ხო უკვე მაგრამ ის ხმა 20-30-დან საწვავი ფორმულა 1-ში იქნება კარბონის ნოლოვანი გამორტყოცნით ეს არის FIA სტრატეგია და ნუ პრინციპში ამის ტექნოლოგია უკვე არის ისე ამაზე საწვავის გიგანტები არ წუხან ანუ ეს მონოპოლია ხო ფორმულა 1-ს აქვს ზუსტად ამ საწვავის შექმნის არა, როგორ არის? მონოპოლია როგორც ახლა შენ შეგიძლია ეს საწვავი შექმნა. ხო, მაგრამ აი ფორმულა 1-ის თავარი ელჩი არის იმისი, რომ ანუ ნახე FIA-ს ხო მარტო ის სპორტული მხარე არა, ასე ვიღაც მობილითი მხარე, სადაც ეს საგზაო უსაფრთხოება, ტურიზმი, ანუ რაც კი რამე არსებობს ამ მიმართულებით და ნუ რაღაცა ამ ყველაფერს აბალანსებს, ხო? ანუ აი ხარ ბერმა არ იცის, მაგალითად ყოველ წელს FIA გავს 3000 გექტარს ტყეს. და ერთხეს მაქსი ერთხეს მაქსი ხო? შაშა ხო მაქსმაც და მაქსმა მარტო არ ბევრი რაღაცა გააკეთა რას არის ისტორიაც მოგვიყევი მე უეჭველი. მაქსი ამ პოდკასტში თუ შემდეგ ამაში მაქსი რო წავიდა დასაჯეს ხო არ ვიცი რა უნდა თქვა რაც საერთოდ სკანდალში არ გავაკეთე. მოდი ნახე რა არის როგორ არის აბსოლუტურად აქეთ მხარის წესის და აქეთ მხარის ნუ აქეთ არის ახლა წარმოვიდგინე ნუ FIA არის რაღაცა დირექტორი რა ესე ვთქვათ რომელიც განსაზღვროს პოლიტიკას ახლა შენ რაღაც შენი ემოციები აქვს რაღაცა არის სპორტული კოდექსი გაწერილი რა ვიცი 120 წელი წერდნენ და ამუშავებდნენ და ამ დროს ვიღაცა მოვა ანუ მაქსი წავამოვა FIA დარჩება ხო სწორედ თქვი რა ის თქმა მინდა და ახლა ეს წუვარდის გადაწყვეტილება იქნება ხო ყველაფერი წესებზე ხო დამოკიდებული თან იქ არ არის რა გიწერია პირდაპირ რა ეს არის ჯარიმა გააკეთებ დაჯარიმდები არ გააკეთებ არ დაჯარიმდები ხო ეხლა ის ხო არის ვიღაც ძალით რაღაცა დაგაჯარიმიან რაღაც ნუ თემა იყო ის რომ მოკლედ რო გადავიდეთ რომელი ბოლო იყო არც სინგაპური რომელზე იძახი აი რის გამოც დაჯარიმდა ის გამოც მე მგონი აბუდაბი არის არა აბუდაბიზე გინების გამო არ დაჯარიმდა ხო არა ხო ნუ რომელიღაც არ ბოლოს და ყოველ წლის ბოლოს ანუ 8-დან 12 დეკემბრამდე არის FIA General Assembly და მე მოყვება ამას prize giving ceremony რა ყოველ წლის ბოლოს და ნუ ეხა წელს იყო კიგალიში აფრიკაში და მაქსის ჯარიმა
მოკლედ ხო იყო რაღაც მთელი ისეთი თეატრები რო არაფერს არ გადავიხდით იმას არ ვიზათ ამას არ ვიზათ ნუ მოკლედ ბავშვთა სახლში საჭმელიც გავაკეთა მაქსი დაალაგებაში სუპს რო აკეთე დაალაგებაშიც დაეხმარა ყველა ეს აფრიკელი ბავშვი რა ვიცი სელფიც გადაიღო და რაღაცა როგორ ხართ ბავშვებო და ლექციებიც წაუკითხა კროსკარიც გატესტა მაგრამ რა არქნა არ მანახო თუ რა ტელევიზორშიო და თან პლუს კიდე იმას აღარ ვიტყვი რაც აქედან იმიტომ რომ რაც მართლა შორს გადავა. ნუ მოკლედ არ არის რა გარედან სხვანაირად ჩანს აქედან რეალურად სხვა არის და თვათ უჟმურიც არ იყო ხო მაქსი როგორც ვიტყვი ხო იძულებული იყო რომ უჟმური არ ყოფილიყო ესე ვიტყვი. და ნახე რაც არ უნდა იყოს მაინც სუპერლიცენზიას გაძლევს ფია და ფია ყოველთვის ჩათვალო რომ შენ აქ ვეღარ მოხვდები კი და ან დიდი ჰეიტი წამოვა ყველაფერი წამოვა მაგრამ ნუ ხვდები ხა წესია რა. ჯობია გააცას ხო, ნუ ეხლა მოგწონს არ მოგწონს იგივე ეს რაღაც driver committee-ის რაღაცის რო გააკეთეს ასოციაცია ხო, ნუ არა, კი ბატონო, შეგროდით რა. იმის მერე F ბგერა მაქსისგან არავის არ გაუმხო. ხო, წელს სხვა შორის შევამჩნია რამოდენიმე ის. ლეკლერს წამოწდა, ლანდოს წამოწდა და ოღონდ წამოწდათ და იმან განზრახ თქვა და მაგიტომ ჯინაზე და განზრახი ტყვი, მაგას მნიშვნელობა ხო არა აქვს. წამოწდა. არ ვიცი, ფაქტი არ დასაჯეს. ნუ როგორ წერია, იცი როგორც მახსოვს 5-დან 50,000 ევრომდე და ალბათ 15-20 იქნება რა. მაგრამ ჩვენთვის კაია რა გინდა. ნახე ეს ჯარიმებიდან ფული რა შემოდის ხო? ანუ საქართველოსიც მოდის. აუ, მაშინ ანუ თელეთმა რა გვერდ ნახე ხო არის FIA რა FIA-ს სპორტი აქვს mobility და აქვს foundation-ი რა თელი ჯარიმები რაც შემოდის მოდის foundation-ში ანუ Formula 1 management-ს თეთრი არ ხდება იქიდან ცენტი ამ foundation-ში რო შეც მე ცხადდება პროექტები რაღაცა საწავო საფრთხეების იგივე ბოლების ხარდასაჭერად რაღაც მარშლების გადასამოწმებლად რა ანუ მილიონი პროექტი არის რა ისევ იმ და ისევ ნაწილდება ხმარდება. არა, ფორმულას არ ხმარდება. არა, ფორმულა ზოგადად ავტოსპორტს ხმარდება worldwide რა. ფორმულას აღა უნდა მოხმარდეს კი ხო? არა, უნდათ, იქაც ხო იცი როგორ არის, რაც ანუ აქ თუ ვერ აიწუსე, მაშინ დაგვიბრუნე უკან რომ რაღაცა აქაც მოვახმარო. რას უნდა, რაღაც უნდა მილიარდობით მილიონ რაღაც ანუ რას უნდა მოახმარო. მე ერთი გამიკვირდა ერთ-ერთი ამ იაპონიაში ეს ესენი რო იწვება. ხო და გაზონებს მოახმარო, დილით კიდევ კაი. ყველგან ხო ღებავენ და რატო ან ღებავენ ან კარგი ხარისხის გაზონს იმაშვებია და იაპონიაზე ვერ იტყვი რომ ეხა ცუდ რაღაცა. არა, ხომ გამხმარი იყო რა, ყველგან ნანახი მაქვს რომ აი დავარცხნილია. ჩინეთში რა ყიდა ეს ყველაფერი რა. უნდა რა უიხა. ეფერტის და რომელი ისენჩი ვართ აგრონომები რო ბოლაზე გადავჭით რომ დილით იწვიმა და სველი იყო და იმიტომ აღარ გაჩნდა თორე იქ იყო შანსი წითელი დროშა ყოფილიყო ბოლის დროსაც. ხო და რავი, საინტერესოა რა, ანუ ჯამში რო იქ მივიდეთ, ნუ რავი, სხვა ეტაპზე გადადის ფორმულა 1. თანუ ეხა ეს განახლება რაც მოხდა ძალიან ბევრი ახალი მოვიდა, ძველი წავიდა რაღაცეები და პლუს კიდე როგორ თქვა, თვითონ management level-ზე მიდგომები იცვლება ძალიან ბევრი რაღაც წვრილმანები რა. უკვე ალბათ შეამჩნევდი უკან კაცი რა დროში დარბა. ეგ ნახე, რაღაცა დროშა FIA აწერია. ეგეთი რაღაცა. ანდრე არ ეწერა ფორმულა 1 FIA-ს ლოგოც არ იყო და ნელა რაღაცები იცვლება რა. პირველ ბოლაშიც რა, რაღაც მეტი რისკი დავინახეთ FIA-სგან. ხო, ანუ მე გამიკვირდა. აი რაღაცა 1-2 წლის შემდეგ ეგეთი ნალექის დროს შეიძლება რაღაც DRS-ის გამოყენების საშუალებას ანუ ბოლომდე არ გაშრებოდა ტრასა არ მიეცა და აი რაღაც უფრო აი რაღაც old school-ში გადავედი რისკიანი არა, ეგ FIA მაგას არ წყვიტავს დამიჯერე მაგ არა, თვითონ ბოლის დირექციაზე არა და აი რუისგან, ანუ რა პირადად ვარ მომსწრე, რამდენი რბოლა გაუუქმებია, როგორც ეს გახედავდა და აუწვინს და ესენი დაინტროვებიან ფორმულაში და წარმოიდგინე რაღაცა 23 მანქანა ჩასული, რაღაცა მსოფლიო მოვლილი ჩაფრენილი. ვიღაც რუი მარკეში და რუი მამის გახედა და აუ, მაიცაო რა და რა cancelled და მორჩა რა, ძალიან ბევრჯერ მინდა. ხო და აქ მე მაგრად გამიკვირდა. ანუ აქ შეეტყო რომ სხვა დირექტორი არ ბოლო შარშანაც ის იყო, მაგრამ safety car-ის უკან რაც ყველაზე მეტად გამიკვირდა, ანუ იმაშის არა, ნახე მანდ როგორ არის რუიც და კარლ დებერ როგორი მოვწყდება იმ გოგოს, ანუ ვინც ბოლის ხელმძღვანელები ვინც არიან რა. მაილანდერის მანქანაზე ზიან და სანამ რბოლა იწყება, არ ტყავენ ალბათ 1.50 წრეს. ანუ არ ჩერდებიან რა, ну, ხოდები დადიან და როგორც კი ანუ იქ იღებს რეალურად გადაწყვეტილებას რა, უკვე რაღაც ეთიკას ქვეშ დააწყებინოს თუ ადგილიდან დააწყებინოს რა, ანუ ეს რეალურად ისე არ არის სპონტანურად მართლა გაიხედა და მოდი ესე გაუშვათ არა რა. თუმცა ფორმულა 3-ში ეგეთები არის.
არ ფორმულა 2 მაინც პატარები არიან. ხო, ნუ ეგ ლოგიკაც აქვს, ხა მაგალითად ბოლოს მან დაიღუპა ხო ისაც. კი, ხა სპაზე რა, ბოლო იმაში მართლა ესე რაღაც ყველა ელოდება რაღაცა და არა, ორი ბავშვები არიან ვასწავლით, ან მთელი თემა დაგურვარეთ, ეს ფორმულა 4, 3, 2 რა, რომ მაქსიმალურად თლიან ამუშავებენ ამ ბიჭებს, სუპერ ვარსკვლავად ფაქტია. იქ რო გადახვალ, იქ აღარ გააკეთო სისულელე რა და ამ სისულელს ანუ ფორმულა 4-ში კატასტროფები ორში ცხოცავენ ერთმანეთს და ფორმულა 1-ში რომ მოიყვანე უკვე всё დაღვინებული იცის რა გააკეთოს, რა გააფრთხო, ნუ აი ეგ არის რა. ზდიანი იქ რა და შესაბამისად უფრო მკაცრად უდგებიან ამ ყველაფერს რა. მოკლედ, ქუთაისის ავტოდრომს ვაშენებთ, ნასკარი ჩამოყვავს. თუ რუსთავს ბევრი ტრიბუნა ექნება რუსთავში თუ არა და ქუთაისში ვიგებთ ტრეკი ექნება წელს ძალიან ბევრ პოდიუმს ველოდებით რავი საქართველოს ჩემპიონატებშიც რაღაცა ბევრი ფორმატი შეიცვალა ძალიან გავიზარდეთ რაღაცა 68 კაცს კი წრიული რბოლა იქნება ხო წრიული რბოლა თავარი ხო ყველაზე მაგარი ის არის რომ პრინციპში არც დაგვიანოსებია ჯერ და 27 მანქანა სტარტი ყავს ვაუ აჰა ექსკლუზივი კიდევ ერთი გო კიდევ ერთი ექსკლუზივი შეიძლება და ერთი აი პატარა ნიუანსი თვითონ აი ამ მანქანაზე 48 ნომრიანზე რამდენად იქნება ვიზუალურად აი საქართველოს შტრიხები დროშა და ასე შემდეგ. კი რა მოგცემთ მე იმას იქ ცოტა შეზღუდული ვარ იმიტომ რომ ნასკარს აქვს როგორც რაღაცა ვიცი რაღაცა იქ წინა მხარეს ვერ ეხები საერთოდ სახურავს ვერ ეხები და გაქვს უკანა ფრთა რა რეალურად მეტი არა და ეხ თან იქაც თუ დააკვირდებით რა ანუ მარტო კარებთან არა პატარა თავის სტიკერები რაღაც მაკდონალდს რაღაც ანუ ვინც გლობალ სპონსორინგი ვინც ყავს და ეს უკანა იმ ფრთას გაძლევენ მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ პირველად ქართველები მივდივართ დაგვითმეს ასევე ის რა ქვია თვითონ სურპრიზად გაგვიკეთეს საქართველოს დრო შეექნება კაპოტზე მთლიანად რა მაგარი კრიშა ის სახურავზეც უნდათ და მაგრამ სახურავზე არ დაუშვეს იმიტომ რომ ის არის რა ქვია ნომერი აწერია რომ კარგად რო ხო ნუ ჩქარი რო არის ტრანსლაციის დროს ანუ აქ სატელევიზიო იმათმა დიზაინს მოგცემთ რა ვიცი მე თუ გინდათ აი აქ ამონაცდება ხო მოკლედ რა ნუ მოკლედ საინტერესო ექნება ნახოთ მოგვივა კარგ შედეგებს ეს გადაჯვარებენ თითებიც ვარ ესე ველით მეც და პაატაც ველით რეალურად სანდროს გადადათას წარმატებას და ძალიან დიდი მადლობა მადლობა თქვენ რომ ესეთ კაი გადაცემებს აკეთებთ და აცნობთ ავტოსპორტს საზოგადოებას ეს იყო გადაცემა ბოქსების სპეცგამოშვების პირველი ბლოკი სადაც ყავდა საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი სანდრო ლომაძე სტუმრად ახლა კი სპეცგამოშვების მეორე ბლოკის დროა, სადაც უკვე დათა ქაჯაია გვეყოლება სტუმრად, რომელიც უფრო უკეთ გაგვაცნობს ამ ნასკარის შიდა სამზარეულოს მოგესალმებით დათა. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. დათა მზად ხო ხარ ყველაფერს? კი, მზად ვარ საბრძოლო განწყობაზე. საბრძოლო განწყობა არის თავარი. თუმცა მე მაინც კითხვებს დაგისმენთ მე და პაატა ისეთ კითხვებს, რომელიც აინტერესებს ჩვენს გულშემატკივრებს პირველ რიგში გითხარი, ან რა განსხვავებაა GT კლასის მანქანას შორის და აი ამ ძალიან დიდი ვებერტელა ავტომობილებს შორის. გრანდიოზული სხვაობაა. როგორც მანქანა დიდი, აი მანქანა სხვაობაა GT კლას და NASCAR-ს შორის. პირველ რიგში ტარების მართვის მანერა რადიკალურად განსხვავდება, ასევე შეგრძნებები, იმიტომ რომ NASCAR-ის რეგულაციებით ამ NASCAR-ის ავტომობილს უნდა ეყენოს 15-იანი ზომის საბურავი, რომელიც არის 330 სიგანის და 330% არის სიმაღლე, რომელიც ძალიან მაღალია და ამას გადმოაქვს ცოტა უცნაური შეგრძნებები, იმიტომ რომ ეს საბურავის ბორტი მანევრირების დროს იწელება და ცოტა დაგვიანებული შეგრძნებები აქვს და აი რაღაც თავისებური სატარებელია, თვითონ რთული მანქანა არ არის, მარტივი მანქანა არ არის გადატვირთული ელექტროობით, არ აქვს ABS-ი, არ აქვს traction control-ი ან მოცურების საწინააღმდეგო. უბრალოდ საბურავებზე არის დადებული რამა არის შექმნილი გარედან. არანაირი ელექტრონიკა. პირდაპირ მძღოლზეა დამოკიდებული ყველა მოქმედება თუ რას იზავს მანქანა, საკმაოდ მძლავრია. მოგეხსენებათ NASCAR-ის ავტომობილები დიდი ზრავით არის აღჭურვილი 5 და 7 მოცულობის კუბატურის მოცულობის ზრავი აქვს კი ეს ეგრე აქვს და ძალა მანქანას ანუ ეგრეთ წოდებული ნიუტონი ძალიან დიდი აქვს და ქვემოდანვე ისეთი მძლავრი აჩქარება აქვს, რასაც ჭირდება ფაქიზი მოპყრობა. ანუ პატარა დიაპაზონია პედალში. ხო, ანუ ოდნავ მეტი თუ მოგივიდა გაზი
მოცურებაში წავა მანქანა, დროზე აისახება ეს, რა თქმა უნდა, დროს დაკარგავ. ამის გამო ცოტა ფაქიზი ან GT-ზე უფრო პატარა დიაპაზონია. GT-ზე უფრო პატარა დიაპაზონი აქვს, იმიტომ რომ GT-ის ძრავები როგორ არის, იცი, რაც უფრო მაღალ ბრუნზე მუშაობს, უფრო მეც სიმძლავრეს გაძლევს და იქ გააქვს იმის საშუალება, რომ მოსახვევში სიჩქარე შეურჩიო, თან კიდევ ეს იმით აიხსნება, რომ GT-ის მაგალითად 7 სიჩქარე აქვს, ამას 4 სიჩქარე აქვს. და ამ დიაპაზონში, ანუ სიჩქარე ძალაუნებრივი ხანი უნდა პირველი კი, პირველი მეორე და ანუ დიდი ლავირების საშუალება არ გაქვს და ამიტომ ფეხით უნდა მოზომო ეს ყველაფერი. კიდევ GT-ისგან განსხვავება ის არის, რომ NASCAR-ს აქვს 100%-იანი ბლოკირება, ჩათვალე უკან ღერძი აქვს და ესეც ამ მანქანას ხდის სხვანაირ სატარებელს. ფაქტიურად ფორმულას რაღაც ღია საბურავებიანს უფრო გავს NASCAR-ი ვიდრე GT. კი, ეგრეა. უბრალოდ ეგრეც არის, რამ არის და მე გარედან არის ხოშ დახურული საბურავი, თორე ისე რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღია საბურავია. ხო, შუშებიც არა აქვს, ანუ ღია ეს მანქანა. ეს სიჩქარეში რამდენად არის განსხვავება? GT-სთან შედარებით საკმაოდ ცხოვა, აი უფრო TC არის მსგავსი სიჩქარის მანქანა არის, GT უფრო სწრაფია, კი, GT ბევრად სწრაფია, ეს უფრო TC არის სწრაფის მანქანა არის, დროების ემთხვევა ერთმანეთს, სხვადასხვა ავტოდრომებზე წამია სხვაობა, ზოგზე TC არის სწრაფი, ზოგზე NASCAR-ი და ნუ ნელი არ არის რა, საშუალო დონის სისწრაფის ის არის, ხო, ანუ 5 და 7 ძრავი ახლა. ხო, მაინც თან თავისასწრაფი ძრავი და არაფერი. და არაფერი ხო. თან ახლა კი დიდია თავიდან მეც ხო თავიდან მეც რაღაცა მძიმე მანქანის შეგრძნება მქონდა რომ დავინახე, მაგრამ ტონა 225-ია პილოტიანად, ანუ არც ისეთი მძიმე არ არის მძიმე. როგორც ჩანს. კი, როგორც ჩანს ზუსტად ეგრეა. ხო, ტესტებზე პირველ-მეორე პოზიცია ქონდა, ხო? და სამწუხაროდ დღეს სანდრო არ არის ჩვენთან ერთად რაღაც პრობლემების გამო. და ეს პირველ-მეორე პოზიცია რამდენად ასახავს რეალობას, აი რაღაც გულშემატკივარში, აი რისი იმედი უნდა ქონდეს გულშემატკივარში? დიდად არაფრის თქმელი არ არის ეს ტესტები, იმიტომ რომ ჯერ ერთი რო ტესტებზე ყველა არავლენს თავის თავს, ინახავენ რაღაცებს, უფრო ტესტავენ, მანქანას ერგებიან. ბევრი არ იყო იქ ისეთი, ვინც ტოპ დრაივერია, ამ სიტყვას ვიხარ მაგალითად. ამიტომ რეალური ტესტები ეხლა იქნება. საბოლოო ვიკენდის წინ გვაქვს 2-30 წუთიანი ტესტი და უფრო იქ გავიგებთ სად ვართ და როგორ ვართ. კიდევ აი სანდრო ახსენე და კარგი იქნებოდა აქ რო ყოფილიყო, თვითონაც იტყოდა, მაგრამ ჩვენ გვექნება ორი რბოლა, ორი კლასი იქნება, ანუ NASCAR-ში Open კლასი და Pro კლასი. სანდრო მიიღებს მონაწილეობას Open კლასში, იმას თავისი რბოლა ექნება ავტომობილიც, მე ეს ამის რბოლა Open კლასი რომ რჩება, დაიწყება Pro კლასი, სადაც მე ვირბოლებ და ანუ ჩათვლა ცალ-ცალკე გვექნება, უბრალოდ ერთი და იგივე მანქანით ვირბოლებს. ანუ ზოგი შეჯიბრი, ჩემი დაიწყება. ერთმანეთს არ უნდა გაუფუჭოთ მანქანა. ხო, ერთმანეთს არ უნდა გაუფუჭოთ, ეგეც ვიკითხეთ, მაგრამ მარტივი არის ამ მანქანის შეკეთება, რახან გარედან უბრალოდ ეს რაღაცა პლასმასის სებრი მასალისგან არის შეკრული მანქანა. ხო, მარტივად იცვლება გარე დეტალები. და არ ძვირი არ არის. ხო, შიგნით ლომაძემ რაც გითხრას, ანდრომ, ანუ იმდენად კუსტარულად და სკელი ტრუბებისგან არის. აი, ალბათ მეცხრე საერთოდან რო გამოყარება მანქანით. თუ გადაწვირთვისგან არ დაზიანდი, არაფერი მოდიდის არ დაიღუნება. ხო, საოცრად გამძლეა, როგორც ჩანს. იმიტომ რომ მაინც ამერიკული NASCAR-ის რეგულაციებით არის და იქ მოგეხსენება ძალიან დიდი სიჩქარეა და ანუ ის უფრო სწრაფია. ხო, ის უფრო სწრაფია, იმას დაახლოებით 800 ცხენამდე აქვს, ამას აქვს 450 და რეგულაციებით კარკასი ერთი და იგივეა, იქ ახლა 300-ით ხდება შეჯახებები და იმას რო გაუძლოს, ანუ იმაზეა მორგებული. უსაფრთხოება გათანაბრდება. უსაფრთხოების ხრივ, ანუ ევროში შვიდად ვარ უსაფრთხოების ხრივ. ეხლა რა მაინტერესებს კიდე და რა აინტერესებს ჩვენს გულშემატკივარს, ანუ რა არის სეზონის რეალური მიზანი? აი სეზონში რა შედეგია მიზანი და ანუ რას უნდა ტიტულზე შეგვიძლია ვიოცნებოთ მაგალითად. რა თქმა უნდა, განწყობა ისეთია, რომ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ. რაოდენ მარტივიც არ მეორე მხარე აქვს ამას, რომ რაოდენ მარტივიც არ უნდა იყოს ავტომობილი, იქ არიან ადგილობრივი მრბოლელები, რომლებიც ბევრი წელია ამ ავტომობილით რბოლობენ და აი წერან რომ ახსენე, რომ თავისებური სატარებელი, აი ამ თავისებურ ტარებას უნდა ისეთი მიჩვევა, რომ ის მეათედები ამოწურო ყველა ავტოდრომზე.
ამიტომ გააჩნია როგორ მოვერგებით ამ სტილს. ანუ პირველ რბოლებში მაინც დაგჭირდება 1-2 რბოლა დაგჭირდება, კი სირთულეები იქნება რომ კარგად მოვერგოთ, იმიტომ რომ ბევრი მაგალითად აი გუნდიც შეიქმნა ახალი, მაგრამ ბევრი ტესტების საშუალება ჰქონდა და უფრო შეისწავლიდნენ ამ მანქანას და ჩვენ ეს პირველი ორი რბოლა დაგჭირდება რომ ზუსტად მოვირგოთ მანქანის პარამეტრები, ანუ ინჟინერს რომ გადავცეთ ინფორმაცია როგორ მოგვარგონ ეს მანქანა. ყველაფერი მაინც ვარჯიშის თემა, რაც უფრო ბევრ კილომეტრს დაწერა ავტომობილით, უფრო მოირგებ და უფრო სწრაფი იქნები და მნიშვნელოვანი არის ეს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ მალე მოვერგოთ, სწორი ინფორმაცია გადავცეთ ინჟინერს, რომ კარგად მოგვირგონ პარამეტრები და შემდეგ უკვე ვიბრძოლოთ ჩემპიონობისთვის. რა თქმა უნდა, პირველივე ეტაპიდან და მაგანწყობით მივდივართ, მაგრამ რეალურად ასეთი სირთულეები აქვს. იმიტომ რომ აქა ძალიან ახლო ბრძოლებია, ზოგჯერ 15 მანქანა არის წამში საკვალიფიკაციო გარბენზე და ეს მეათედები რო ამოვწუროთ, აი ეს ყველაფერი კომპლექსურად კარგად უნდა შევისწავლოთ და კარგად მოვერგოთ. გუნდი მე მგონი კარგი იქნება. გუნდი კარგია, ამ შემთხვევაში. კარგი გუნდია. საბურავს მაინც დაგიყენებენ. შესწორებით აიც არ დააყენებენ საბურავს. როგორც ეს ოლიმპიურ თამაშებზე მოგივიდა. ხო და ანუ სულ ორი ტიპი საბურავი, წვიმის და მშალის. კიდევ ის არის განსხვავებული რომ საკვალიფიკაციო გარბენზე და ორივე რბოლაზე ერთ და იგივე საბურავს ხმარობთ. მე რა ჩემპიონატებში მირბოლი ასე არ ყოფილა ხოლმე, ალბათ ამას სპეციფიური საბურავი აქვს, რომელიც უძლებს ამხელა დატვირთვებს. და აქ ტაქტიკაც იქნება ის რომ უნდა შევინახოთ საბურავი და ძალიან არ გავსვიცოთ რომ ხო ესეც არის იმიტომ რომ ჩემთან რბოლა მაგალითად 45 წუთიანია და სიცხეში ახლა 45 წუთი საბურავს ძალიან დიდი ძალა საბურავი უნდა იყოს ხო მაინც რაც უნდა იყოს თუ შეინახავ სხვაზე კარგად იმ საბურავს მეორე რბოლისთვის რაღაცით წინ იქნები და ამასაც ეკნება ორივე რბოლაში ერთი საბურავია ხო და ამასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება შეიძლება რაღაც პოზიცია დათმო პირველ რბოლაში იმის გამო რომ მეორე რბოლაში ფულად აჯამიც გახდა ორივე რბოლის გამარჯვებული ქულები ერთი და იგივეა ხო პირველშიც და მეორეში ქულები ერთი და იგივეა პირველშიც მეორეშიც საკვალიფიკაციო გარბენის 100% არ ვიცი ეხლა ახალი რეგლამენტი იწერება თანდათან უკვე დევს რაღაცები თუმცა მაინც განახლებები შეიძლება შეიცვალოს აი ხვალზე შეიძლება საბოლოო ვერსია დაიდოს და კვალიფიკაციაზე გამარჯვებული რა თქმა უნდა პირველ რბოლას პირველი ადგილიდან დაიწყებს და მეორე რბოლას სავარაუდოდ შეჯიბრის ადგილი განაპირობებს მეორე რბოლის სტარტს. რევერსდება თუ არ რევერსდება. ანუ როგორც დაასრულებენ, ისე იწყებენ. ისე იწყებენ. ხო და ერთი რაღაც დავა ზუსტად კიდე მაყურებლისთვის რომ ანუ შენ და სანდრო ასევე იქნებით თქვენივე საბურავებით. ხო სანდრო ცალკე იქნება თავის საბურავი, შენ ცალკე იქნება ანუ ერთმანეთზე ზრუნვა მოგიწევთ ამ ხრივ. თავი არაერიო შეძარცული მომენტი, ცუდი გამოცდილება აქვს, რათა შედარებით სახელები უნდა დავაწერო. ხო ეწერა ხოლმე, ფუ ფერნანდო. ისე აი რა ემოცია ქონდა, როცა პირველად გაიგე, რომ აი ესე 2025 წელს ევრონასკარზე მოგიწევდა გამოსვლა. რა თქმა უნდა ძალიან გამეხარდა, იმიტომ რომ ახალი გამოცდილებაა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა ამ ძალიან ავტომობილებში, ბევრი წელია ვასპარეზობ, ეს სულ ახალია, ანუ პირველად მიწევს ასეთი სტილის ავტომობილის მართვა და რაც უფრო მეტ გამოცდილებას დავაგროვებ, რა თქმა უნდა, უფრო კარგია, ახალგაზრდებს გადავცემ მერე და ასე შემდეგ და კარგია ძალიან. და თან ამ სერიას ისა აქვს კარგი რომ ძალიან ყურებადია, ყველა საინტერესებს კონტაქტური ბრძოლებია სულ, იმიტომ რომ როგორც წეგან აღვნიშნეთ, საკმაოდ განიერი მანქანებია და ამ ვიწრო ტრეკებზე ბევრი ერთად ვერ ეტევა და რა თქმა უნდა პირველ მოსახვეში ყველას შესწრება უნდა რომ ყველამ პირველმა გაიაროს მოსახვეში და ამის გამო კონტაქტურია და მაყურებელს ძირითადად ეს აინტერესებს, რაც უფრო მეტი კონტაქტი იქნება, ხო ჩვენთვის სუდია, მაგრამ მაყურებელთვის ეს კარგია და პილოტს კითხეა კონტაქტი. როგორ უნდა ხალხს ეს ყველაფერი და თან საინტერესოა ახლა ევროპაში ნასკარის კლასი მხოლოდ ერთია და ეს ევროპული მანქანების რბოლები ყველას უკვე მაინც მობეზრებული აქვს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ტარდება ყოველ შაბათ-კვირას არის და ეს ნასკარი უცხორო არის, ადგილზეც ძალიან ბევრი მაყურებელი ესწრება ამ შეჯიბს და ნუ საკმაოდ პოპულარულია, ასე ვთქვათ, ევროპის მასშტაბით. შვენიერი. ერთი ისიც უთხარი ჩვენს მაყურებელს და ბავშვებს, ვინც უყურებენ, რას ურჩევდი და
რატო უნდა უყუროთ ამ მაგარ სპორტს? ჯერ ეს ერთი იმიტომ რომ ძალიან საინტერესო იქნება. მეორე მთავარი ალბათ ორი ქართველი რომ იღებს მონაწილეობას ძალიან ბევრი გულშემატკივარი ამის გამო დაემატება ამ სპორტს. კიდე წეგან რას ვახსენეთ რომ კონტაქტურია და ბევრი სიურპრიზებით ახსავსე იქნება თვითონ რბოლები. რა თქმა უნდა თქვენს გამო ძალიან საინტერესო იქნება ჩვენ გეუბნებით თქვენ რომ სიბრძოლოთ შეიძლება გამოგვასვენონ იქიდან ხო და ბევრი მიზეზი არის ამისთვის და ჩვენს ყველანაირად ვეცდებით რომ საინტერესო და დაძაბული რბოლები შემოგთავაზოთ როგორც თქვენ ასევე ყველა მაყურებელს და რა ვიცი იმედია კარგად გამოგვივა ყველაფერი და წარმატებებს რავი იქნება დათა წარმატებებს გისურვებ ამ სეზონში, ანუ რავი მართლა ჩვენ გვჯერა, იმედი გვაქვს და ველით ამისთვის მზად ვართ რომ ვიბრძოლოთ თქვენთან ერთად და მთელი სეზონის მანძილზე ვიქნებით ჩათვალეთ თქვენთან ერთად. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა დათას იმისთვის რომ იყო ჩვენთან გადაცემაში. ეს იყო გადაცემა ბოქსების სპეც გამოშვება, ჯერ ყავდა საქართველოს ავტომობილ სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი სტუმრად, ახლა კი დათა ქაჯაია უშუალოდ უკვე ევრონასკარის 2025 წლის სეზონის პრო კლასის მონაწილე. შევხვდებით უკვე ეს ეტატა სპორტის პირდაპირ ეთერში.